იმ დღეს დამაბრწყელა კინაღამ სკუტერმა. გავიკეთე რაკამ. ეხლა გეტკინება. ნარკატაკატაკატაკატაკ. მაი შეილა. მე შემიძლია გავიღვიძო და ვიყო გაბრაზებული, იმიტომ რომ სამყარო ისევ გადაწყვეტა რომ გათენებულიყო. ხამით მივარდა. აი მე შემდეგი. მოგესალმებით და ალბათ ვერ ხვდებით ლაირდა 70-იანი ტომატი. ის დავიწყოთ. დავიწყოთ, ხო დავიწყოთ ყველა. თავიდან დაწყება მეზარება, ამიტომ ესე აიტეთ. და ალბათ ვერ ხვდებით აქ რატოა. და იმიტომა რომ თაკოს ყუთში უდევს რაღაც რაში წესურებია. ოღონდ ამას აწერია რომ არის საშუალო ცხარე. მოდი ყუთების გახსნით დავიწყოთ რა. მოდი დავიწყოთ, მაგრამ ეს რა არის ჩილის соуსი? ჯაკომო. ჯაკომო ჯაკომო დაგასპონსორებ. ლოიდა 70 ძალიან ცოტა, მაგრამ ალბათ რაღაცა გეფიცები. წარმოებულია ვიეტნამისთვის. ხო, MSN-ები ხომ მუშაობენ კიბოს წამალზე და ეგ არის პირიქით პირუკუ. ანუ წარმოებულია საქართველოში, წარმოებულია ვიეტნამისთვის, ანუ ქართველები ვიეტნამელებს. მაჰა. ხო, ესეც. მაგრამ ვაშტერებთ იმენა, ხო? ვიეტნამში ვიეტნამელებს ამაშტერებთ. ყუთებში გავხსნით, ვნახავ მე რა მომზადა თაკომ რა ჯოჯოხეთ იდებს და იმენა ხოს თვითონ რა მომზადა. ჩემერი ულამაზესი. ან ულამაზესია. მე მართლა რელამაზია. რაში დევს? ძირი არის ლობიანი. ხო, აშკარად. მე ერთი ფენა ეს ლაირდა 70-იანი საშუალო ცხარე, რომელიც ძალიან ცხარეა. მე არის ჭარხლის წნილი. მე კიდე ერთი ფენა ეს. მე არის მწარე შავი შოკოლადი, რომელიც ალბათ კაცში არჩენდა, მაგრამ გეფიცებით ევს ერთი მთლიანი ფილა. მე კიდევ ერთი ფენა ეს და მე არის ორი ვარსკვლავუკა ჟელიპონი. თან ვილაპარაკოთ რა, რამე თემა შემოაგდე. ერთი წუთი შენ. ეს თანთალაკა რა არის? ანუ ხახო ესე ძალიან ლამაზია, მაგრამ კარგად ვერ დავაყირავებ. აი, რავი, იმედია დაინახავთ. ამას აქვს მადარტის ტორტებს როდებს ხოლმე მას გამოიყურება, ეგ არის? არა, ვიყიდე ეგ ცალკე. იყიდება ლაირდა 20 ღირს. მართლა? მადარტს როდებს ხოლმე ეგეთი ჟელია, კენკრის თუ რა ქვია, ჟოლოსი. კენკრა ზოგადად. ალადიკი, შენ გამოაცხე? აბა რა ვქენილეო. აქეთ არის ვაშლატამა. დანა და ჩანგარდო არ დავამატეთ ვერც არც ერთ. ბურგერი ვით უნაჭამო. ეს არის ვაშლატამა და შოკოლადი. მადარტი აწერია, რა შენ თიყიდე აფერისტო. სახლიდან მოიტარა იმენა. ანუ ყველაფერი გავაკეთე რომ მადარტი რო აწერია, ეგ არის თქვა არ. დაგვაფინანსე მადარტი. და ეს არის რა ზემოდან იმედი მაქვს რომ არის ეს არა ქვია პისტის პესტო. ეტა გარციცა. დოგვიუსვია, ოდი ლარი და 20 რუბლს ეგ. ერთდროულად ჭამოთ. დიჟონია. რა დიჟონი ფერზე ვწდობ. ნო. აუ ეს ამწერა ქემაც ხუში ამარტავს. აუ ზანგებელი ჭახის წინ. ლეო დეცეთი არ დაგეწუწოს, თორე ვერა მოვა ვერასო შენი. შენგან თუ ამოვიდა? ხო. თაკო შენ ძალიან წაია. ცხარია. ვაიმე. დოგვი გიჭამია ოდესმე? ეს რა არის ამდენი? ვეღარ შეჭამდო. ცრემები მომდის. რა წარია? ჭამე ხა დროზე. 38 ლარი დავხარჯე მაგ ინგრედიენტებში. ქართული ბაზარი ხო ძალიან ბიუჯეტურია და არ ვდარდობ. აუ ამას ვეღარ შევჭამ გეფიცები, იმიტომ რომ აი არ მოკვდեմ. ძალიან წარია, მაგრამ ის ქვემოდან ის ალადა. ეს რატო არ ძრება? ალადას ქართულად რა ქვია? შოკოლადი. ეგ ჭამე მარტო ცალკე. კი შევჭამ. მაგრამ ცრემლი მომდის ეთ კმლიანი მაგხენ და ვერ ვიწე. ალადა ქართულად როგორ ბლინი არის ძალიან გემრიელი.
ხალა და ბალადა. ისე ჟელი შევჭამ, აი ცალკე იმას ანუ ყველაფერი გემე, მე ეს დოგი უსვე ძალიან ბევრი, ცოტა რო ესო შევჭამ, პუპლუ აღარ ვარ. ეგრე მწარეა? ცრებლა დავიყვარე. წინაზე როგორც დავდეთ პირობა, რომ შემდეგ ეპიზოდს გავაგრძელებდით წიგნების გათხოვებაზე საუბრით, ანუ რო ათხოვებ ადამიანს და უკან რო აღარ გიბრუნებს ძირითადად მაგაზე. შენ რომელი ხარ? შენ გამცემი ხარ თუ ქურდი? მე არ მიყვარს წიგნების გათხოვება და გაჩუქება მიყვარს, რომ ვიცი რომ გაჩუქე, კარგია, მაგრამ გათხოვება არ მიყვარს, იმიტომ რომ მე ვნერვიულობ, რომ რანაირ მდგომარეობაში დაემბრუნებენ უკან, იმიტომ რომ ადამიანების რაღაცა ნაწილმა ჩემს ირგვლივ, ეხლა დიდი ხანი არავის არაფერი უთხოვია მართალია, მაგრამ მაინც რაღაცა მოვლა არ იცის, ანუ მეორე საკითხი არის, რომ მე მაგალითად სხვის ნივთებს იმაზე უკეთესად ვექცევი, ვიდრე ჩემსაც მოვექცეოდი და ხალხი ისეც არ ექცევა, როგორც საკუთარს, ანუ ჩემი არ არის და ფეხებზე მკიდია თუ რაღაცა ეგეთი დამოკიდებულება არის, იმიტომ რომ დაუბრუნებიათ ჩემთვის, აი ჭიქის ლაქა რო აქვს ზემოდან ყდაზე, ანუ გადაკეცილი და მონიშნული შენი არ არის მეგობარო, მაგრამ მაგაში არ არის საქმე, უბრალოდ ეს კიდევ დამიბრუნეს და რაღაც ვარიანტია და ბევრი არის, რომ უბრალოდ აორთქლდა ჩემ ცხოვრებიდან. წიგნთან ერთად. შენ? მე როგორ გაკონტროლებ ხოლმე როცა რამეს ჩუქნიგია და გათხოვებ? როგორ? გაკონტროლებ? არა, მე არც ხარ დამბრუნებია ცუდი წიგნი, მთავარია დავაბრუნო. ცუდი არა ხო და მაგას გეუბნები დაბრუნებას. ეხლა შენ ვერ დაგემალები გვერდით მიზი ხარ 24 საათი სამსუქუში, მაგრამ ისე მე ვარ ქურდი, წიგნის უნდა ვაღიარო და ამას აქვს ერთი განმაპირობებელი მიზეზი. ახლა ბოლო დროს საერთოდ ბოლო დროს აღარც წიგნში აღარ ვკითხულობ, საბას აპლიკაციაში ვკითხულობ ან ვუსმენ, მაგრამ როცა ვკითხულობდი აქტიურად, ზოგადად მე მიყვარს რომ წიგნი, რომელსაც ვკითხულობ, ის მე მაქვს. ხო. მომეწონება თუ არ მომეწონება, მინდა რომ თაროზე ვხედავდე რომ არსებობს, მახსოვდეს რომ წავიკითხე და რა ემოცია მომცა. აი ადრე თინეიჯერობის დროს მე ვკითხულობ თინეიჯერობის დროს ბევრად მეც ეხა ახლოსაც არ ვარ და მე და ჩემი რომ მივიდიოთ ხოლმე საშოპინგო და ძალიან შევაკეთებდით მაგას რაღაცა მოლში, მაგალითად თბილისის მოლში, იქ არის ბიბლუსი და ცდილობდა რომ მეორე შესასვლელიდან გამოვიყვანე, იმიტომ რომ იქ უეჭველი ფულს ტოვებ და რა აი თინეიჯერობისაც ძალიან მოყვარდა. განსაკუთრებით ფენტეზის კითხვა მეყვარდა და ეს იყო ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული საშუალება და ამ წიგნებს ხშირად რო ვეღარ მყიდულობდი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ფულის დახარჯვა უწევდა ამაში. მიწევდა თხოვება იმ დროინდელი სამეგობროსგან და თინეიჯერობა ხო იცი როგორია, ანუ ყავს ვიღაცა ბავშვობის ძირითადი მეგობრები და ისე ადამიანებს იცნობ, მე მეგონია რომ შენ მეგობრია, ერთ კვირაში მეგობრები აღარ ხარ და ამ პერიოდში ვისაც გამოვართვი წიგნი ყველა მე მაქვს. იმიტომ რომ და სხვა შორის არც მოუკითხავს დიდად, ვისაც მოუკითხავს და ერთხელ დავაბრუნე წიგნი 3 წლის მერე. იმიტომ რომ მომწერა იმა რომ მესმის რომ კონტაქტი აღარ გვაქვს, მაგრამ იქ ჩემ წიგნი დავიბრუნო. ხელუხლებელი იყო ფაქტობრივად, ანუ წავიკითხე, დავდე და შევინახე. ბიბლიოთეკიდან გამოგიტანია წიგნი? ჩემ ბავშვობაში აი დაწყებით კლასებში კი. მე რა მახსოვს რომ სკოლის ბიბლიოთეკიდან. სკოლის ბიბლიოთეკიდან არა. აი უბნის ბიბლიოთეკიდან. ჰარი პოტერი გამოვიტანე პირველად და ეს არ შეიძლება ბავშვების საბავშვო წიგნი არ არის, მაგრამ ეგეთი ისტორიაც გქონია, მაგრამ ერთხელ მახსოვს გამოვიტანე ზუსტად ანა ფრანკის დღიური იყო, ეგეც მახსოვს და 10 დღეში უნდა დაგებრუნებინა, ესეთი მოცემულობა იყო და ამ 10 დღეში ვერ დავაბრუნე და მე ისე მრცხვენოდა რომ ვერ დავაბრუნე, რომ ძალიან დიდი ხანი გავიდა რამდენიმე კვირა და დედა ჩემთან ერთად მივედი, რომ თუ მეჩხუბებიან თქო მარტო მაინც არ ვიქნები, თქო ყოველს ფეხზე კიდე სხვათა შორის უი როგორ გადაგიცილებია ეს მითხრეს და დაიბრუნეს და გამომიშვეს, მაგრამ ისე მწხვენოდა, აი შეგრძნება ეხ გამახსენდა ზუსტად შენ რასაც ყვებოდი, რომ თავის დროზე როცა არ ვაბრუნებ რამეს წიგნზე არ არის საუბარი, ზოგადად ყველაფერზე ეგრე ვარ. ახლა ზოგადად მეც, მაგრამ ეს კონკრეტულად წიგნებზეა, რომ მე მკიდია. იცი, აი სხვებსაც კიდიათ, ჩვენს ერთ მეგობარს ახლა სახელს არ დავასახელებ, საბურთალოზე რო ცხოვრობს, მაღალმთიან საბურთალოზე. ჩემი რამდენი წიგნი აქვს დასაბრუნებელი და რომ მივიდი არ დამხვდა არც ერთი, იმიტომ რომ ჩემი ყველა ნათხოვარი წიგნი მისთვის ხვას ათხოვა და იმ სხვებმაც არ დაუბრუნეს. ეგ უკვე არ ვიცი, ხო და ეს არის ბუნებრივი პროცესი.
ეს არის რა ქვია. გადარჩევ. საყოველთაო ცოდვა, რომელიც ყველას გვაქვს და ყველა ვიცის. ამიტომ შე თუ დაკუტრო, შეწინო, დაგიბრუნო. მე ერთხელ ოღონდ უკვე დიდი ვიყავი ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში დეისაძის წიგნი ვითხოვე და იმხელა ლექცია წამიკითხეს, აღარც წიგნი მინდოდა. ისიც აღარც ჩვენში იყო არაფერი. დარჩეს და რადგან ისაცის წიგნი. უნივერსიტეტში მითხრეს რომ ეს და რაღაც უნდა გამეკეთებინა. საიდუმლოსირობა? ხო. აი მართლა სირობა. წიგნი არის მარტო სათაური, რომ ყურადღება მიიქციოს. ხო და წიგნი იყო დაფლეთილი, იმიტომ რომ ყველა კითხულობდა სწორედ ალბათ ამ სათაურის გამო ან არ ვიცი რის გამო, მაგრამ იმდენიმე ლაპარაკ გამქალმა რომ ის ქალბატონ უბრალოდ მომეცი, წავიკითხავ და ჩვენ თუ გამოვიდა. მეცან გამოვიდა აზრს, ხო რასა ჭიროა. არ მახსოვს, საერთოდ შინარსი არ მახსოვს, აღარ ვარ მოგატყო. ძალიან ცუდია. ამ დეისაძე როგორც წერალი 0, როგორც ადამიანია. 50-50-ზე უფრო ქვემოთ. ერთი სიმღერა მომწონს შენი ოთახის ფანჯიდან, მაგრამ მე რაზე ვგირდები ის დეისაძის მუსიკალურ მე რამდენიმე მომწონს ერთი არა. არ მართლა ერთი მომწონს, მეტი არ მომწონს. ისიც პაპსა და შეპყურში რო გიჩდება მე. მას და ვინდაფოლიოს როქს ერთად ეგენი მომწონს. ვინდაფოლია ხო ჯგუფია და იქ არის თვითონაც არა? მე არ მკიდია, ვიღაცა მკიდია რა, ცხოვრების უბრალოდ გადფუ იუ. მაგრამ ერთი რაღაც მახსოვს რომ მაგან გააკეთა ტრეკი ნარკატაკატა, კი. გიყანჩელის ისა ნატო მეტოინძის სიმღერას გავს რომელს? ნარკატაკატაკატაკატაკა არ გახსოვს? ნარკატაკატა მახსოვს და ის არ მახსოვს. ორიგინალი რომელიც ძალიან კარგია დავავიწყდა. ყანჩელის ის რო აქვს. მივხვდი კი. რომ მივხვდი, თუ მივხვდი მითხარი. ახლა როგორ გიმღერავ თუ რა გავკეთა? ხო და რა შენ ერთადერთი რაღაცას ვერ ხო? yes, მე მგონი. და ეს გააკეთა და ანუ მახსოვს რომ ეს გამოვიდა და ეგრევე ძალიან მალე მოყვა ნატო მეტოიძის სტატუსი რომ კი მაგრამ რა ხდება? რა ნარკატაკატა მე მგონი რომ ან მელოდია ხო აიღო. სიტყვები აიღო და გადააკეთა და ერთ-ერთში დასვა რა. და თურმე რეპერტუ არა უყია. ნებართვის გარეშე თორე ბევრი ის ყოფილი. მე წიგნებზე მინდოდა რაღაცის თქმა და შენ ისე გადახვედი და გადმოხვედი რომ დამავიწყდა, მაგრამ ეხა გამახსენდება. ხო, წიგნებზე მახსენდება ერთის რო უკან არ გიბრუნებენ და ანუ რატო არის მნიშვნელოვანი სამწუხარო რეალობა არის ეგეთი, რომ შეიძლება ის წიგნი აღარ გამოიცეს. ბევრი წიგნი არის, რომელზეც აი მაგალითად ინტელექტს აქვს ეგეთი სერია წიგნების აკრძალული წიგნების თარო თუ არ ვწდები, რომ და გამოდის წიგნები, რომლებიც წლების განმავლობაში იყო აკრძალული. საბედნიეროდ დღეს მაგ რეალობაში ჯერჯერობით არ ვცხოვრობთ, რომ რაღაც წიგნებზე რაღაცა ვეტოები იდოს და რაღაცეები, მაგრამ გვახსოვს რაღაც რამდენიმე შემთხვევა იყო ბიბლუსის მაღაზიებზე, რო შეუვარდნენ და ამას როგორ თვითონ ბავშვების დაცვის მიზნით იყო თუ არ ვწდები, სხაპრის თემაზე რო მოყვა ერთი სკანდალი და ეგ მეგონი მაკდონალდს რო ქონდა ელტონ ჯონი ეგ ახსოვს. არა ბიბლუსაც ქონდა ზღაპრები თვითონ რომ ოჯახებს და ბავშვებს იცავენ და მართლა ვისაც დაცვა ჭირდება ქუჩა იყრია, მაგ ნარატივის გაგრძელება იყო და ბიბლუსს ქონდა ერთი ეგეთი შემთხვევა და მე კი არა და რამდენიმე კვირის წინ რუსეთში ერთ-ერთ გამომცემლობას საერთოდ შეუვარდნენ და ამოიღეს წიგნები. ოღონდ აქ ხადაობა რა არის? ეს ერთ-ერთი წიგნი რომელიც ამოიღეს და რომელიც უკვე აკრძალულად ითვლებოდა რამდენიმე წლის წინ პუტინმა აკრძალა, რომ ეს წიგნი რაღაცა ოჯახური ღირებულებების კანონის თუ რაღაცა ჯანდაბის მსგავსი ჩვენც რო გვაქვს LGBT რაღაც კანონი მაგის ჩარჩოებში არ ჩდებოდა და საფრთხეს უქმნიდა ბავშვებს და რაღაცეები და ეს წიგნი 2022 წელს იყო გამოცემული ბოლო და ამოღებული იყო მაღაზიებიდან აღარ იყიდება იდეაში, მაგრამ გამოცემებაში შევარდნენ, ამოიღეს ეს წიგნები, რომელიც 2022 წლით არის დათარიღებული, რომელიც არ იყიდება და დააპატიმრეს გამომცემელი, იმიტომ რომ შენ კრიმინალი ხარ თუ რაღაცა ეგეთი ხარ და ისე მაგისგან არც შორს ვართ ჩემი ხო, აზრით. ეგ არის დაგამბავი არის სამწუხაროდ. იმიტომ რომ მაგალითად მე მახსოვს ახლა მაგ კანონის მერე LGBTQ შემზღუდავი და რაღაცა ის არის რა ქვია, პედოფილიაც რომ მიაწერეს იქვე რომ ყველაფერი მიაწერეს რაც ერთნაირი საფრთხე რაც ქართულს გააგიჟებდა. ერთნაირი საფრთხე შემცველია პედოფილია და LGBTQ თემის პოპულარიზება და პოპულარიზება საერთოდ რას ძახიან, როცა ყველაზე დიდი პოპულარიზატორი და პროპაგანდისტი იმედი არის მაგ თემისაც, ირაკლი რუხაძის იმედი, რომლიშვილიც ლესბოსურ ქორწინებაში იმყოფება ამერიკაში და ბედნიერად ცხოვრობს და მამის ამ ქვეყანაში მაგ თემის წარმომადგენლებს მისი არხი და რა თქმა უნდა მისი გავლენით მაგ თემის წარმომადგენლებს
ასე ექცევა და დემონიზებას ახდენს, რაზე მოვაყოლე? არ ვიცი მარცა. მე მაგრამ გამახსენდა რაც მოვაყოლე მაგ კანონის მიხედვით, მაგალითად საზმაოზე გავიდა რაღაც ფილმი თუ კავეაზე. საზმაოზე არ მახსოვს უბრალოდ ლოკაცია, მაგრამ მე მგონი საზმაო იყო, სადაც ამოჭრეს ეგეთი სცენა და ასევე თუნდაც ის პირატული საიტები, რომელიც ვახსენეთ, ადრე თუ ახმოვანებდნენ რაღაც queer სერიალებს, მაგებს აღარ ახმოვანებენ და რომც დაბრუნდნენ თუ არ დაბრუნდნენ, ეგ მომავალში პრობლემა იქნება, იმიტომ რომ ერთ კანონს რო არ გვაქვს, შეიძლება მეორე ვეღარ დაარღვიო და მაგალითად sex education-ს ვეღარ გაახმოვანებ რა. იმიტომ რომ queer სერიალი თვლება მაინც, queer და ფემინისტური სერიალი. ხო, ჯერჯერობით ეგეთი მე მახსოვს იმაზე იყო, რა ქვია, ზენდეია რო თამაშობს ჩოგბურ, რა ქვია, მაგ ფილმს არ მახსოვს სახელი, მაგედან ამოჭრილ სცენებზე, მაგრამ მეგონი ჩვენ მთლიანად ვნახეთ რა, თავიდან ბოლომდე. ხო, მაგრამ ეთერში ეგრევე ერკავა. ხო, ეთერში ალბათ ეგრევე. მაგრამ queer სცენა არ იყო. ჩვენ არ გვინახავს და იქ მომჭრილი იყო და გამოვტოვეთ. queer სცენა არ იყო, მაგრამ ის ხო იყვნენ ხო. ეგ არ იქცალება. რა სამში შეიძლება ორი-ორზე არ შეიძლება კაცი და ქალი და დედა მამა და დედა და ნათლია შეიძლება ეხლა საიდანაც წავედით მაგრამ აქ ამბავი არის ის რომ ყველაზე მეტად რაც მეგონა რომ წარსულში არის დატოვებული წიგნების აკრძალვა ფილმების აკრძალვა და რაღაცების ეგეთების აკრძალვა რატომღაც რუსეთში დაბრუნდა მე ჩვენს ფეხი მივყვებით ხოლმე მაგ ამბებს და სხვათა შორის რუსეთში რამდენიმე კვირის წინ თუ რამდენიმე დღის წინ ან ერთი თვის წინ არ მახსოვს YouTube-ზე დაიწყო რაღაცა შეზღუდვა უბრალოდ დიდი ხანი ეგ დაიწყო და ცდილობენ ალტერნატიული YouTube-ის რუტუბე ქვია შექმნას მაგრამ ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს ვიკი ვიდეოს მეგონი სწორედ ვიძახის სახელს და გვარს და რაღაც სტატისტიკა ვნახე ომის შემდეგ რაც ჩაიკეტა და ჩაირაზა რუსეთი და ერთი ამბები მოხდა რა თქმა უნდა ტელევიზიაც ოპოზიციურად განწყობილი და რაღაცა თავისუფალი მედია იყო ტელევიზიას არ ეხება ეგ რადიო თავისუფლებიდან დაწყებული და ასე შემდეგ გაგრძელებული ხო გამოაჯმევინეს და დარჩნენ მარტო და YouTube-ს უყურებდა ძალიან ბევრი ადამიანი რუსეთში და 95 მილიონი თუ რაღაც ეგეთი საშუალო ნახვები ქონდა YouTube-ზე სტრიმებს სხვადასხვა შინაარსის კონტენტს და რო ვერაფერი ვერ მოიფიქრეს თურმე შეუნელებიათ ანუ სიხშირე რო გაგიჭედოს და ნერვები მოგეშალოს და მაგის გამო 2025 წლის დასაწყისში დაახლოებით 10 მილიონი ანუ მოკლედ შემცირებული არის მაყურებელი იმიტომ რომ უტყობა ნერვები მოუმტყუნოთ და აღარ უყურებენ თუ რაღაც ეგეთი რა სხვაები მართლა თავშხვავხლიათ ჩემი აზრით თუ ეგრე აწუხებთ ყველაფერი გამოვიდნენ აიყონი იარაღი მოლოტოვის კოქტეილები და ჩამოამხონ კრემლი ეს თიშენ ჩამოამხედა ვიღაცას უსმენდი და ამის გეყურებოდი ასე თუ რაღაც ანდაზა ხო იცით ხო არ ვიცი ეგ ყველა მეწოდება რუსები უკვე რუსები მეწოდებიან რუსები არ მეწოდებიან და რამდენიმე კვირის წინ დავიკითხე რომ რაღაცა ახალი კანონი მიიღეს და ამ კანონის მიხედვით რამეს თუ დაგუგლავ ისეც რაც არა კანონიერია დასერჩავ შეიძლება მაგის გამო დაგიჭირონ ანუ VPN-ის დონეზე ტეხავენ შენს ისტორიას და რა არ ვიცი კანონ თუ რაღაც ციგნის დასერჩე რომელიც აკრძალულია ეგ შეიძლება შენს წინააღმდეგ გამოიყენონ და მაგის გამო დაკაკავონ დაგაჯარიმონ და რაღაც ძალიან მსხვილი ჯარიმები იყო რამდენიმე მილიონი რუბლამდე ადიოდა ხარ ვიცი რამდენია დოლარებში მაგრამ საკმაოდ მსხვილი თანხები იყო მაგრამ ეს ფულის თემა კიდე რუსეთთან დაკავშირებით სხვა იმიტომ რომ უჭერთ და ჩვენი კოცების არ იყოს საიდან რა მოიღო ნეტყოფა აღარ იცი მაგრამ რუსებს პატარა ესეწყო ეს იხუმრა რა არა მაგრამ უჭერთ ეკონომიკაშიც არ მიხუმრე ეგრეა ძალიან არ უჭერთ ჩვენ რო ვართ ახლა გაღლეტილები რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან მიხარია რომ ჩემს თვალწინ ეგრე მაინც შემოინგრევიან და მოდით ხიარულ თემაზე გადავიდეთ დამეწინა მე წამაწუხებს რუსეთის პრობლემები მაგრამ თან კიდია რა კიდია რომ უყურებ გასათვალისწინებელი ის არის რომ ეგ რაც ეხლა მანდ არის ჩვენთან ძალიან სწრაფად გადმოდის ყველაფერი და ეგეც მოგვაკითხავს თორე ეხლა მაგიტო თორე აბა ეხლა ვიღაცა საშკას რა გაუჭირდა ცოტა კიდია ბოდეს ჩემი გამჭვირებია მოყევი შენ დატუზე ისტორია რატო გაიკეთე და რამე თუ გახსოვს მაგდებთან დაკავშირებული და მე მოყვები ჩემ ერთ ისტორიას არაფერი ისტორია რა პინტერესტზე ვნახე ეგ ერთადერთი ისტორია რაც ამას აქვს
რო გადავწყვიტე რომ დატო გავიკეთო, ძალიან ბევრი ვარიანტი მქონდა, მაგრამ ესეთი რომ ეს ჩემს ცხოვრებასთან არის დაკავშირებული და ცხოვრების რაღაც ეტაპზე გავიკეთე რომ ისტორია ქონდეს და ასე შემდეგ, ეგეთი რაღაცა არ იყო, მაგრამ ლევანი ცდილობს დამეხმაროს და მირჩიოს სტატუ არტისტი რა. და მე ვიციო ერთი გოგო, ეხავე ჩაუგდებო, ჩაუგდო, იმან დასინა და ვხედავთ 3 დღეში ვიღაცას გაუკეთა ესეთი ტატუ. გახსოვს? არა. მე მახსოვს, ან ცოტა მოჯღანული იყო ის და ცუდად გაუკეთა, მაგრამ ეგეთი რაღაცა პირველად გავიგე. ადამიანი გეკითხება, რომ ამას თუ გამიკეთებ, რა ღირს და ასე შემდეგ და შენ 3 დღეში ვიღაცას ახატავ. ხო, მაგოგოზე ყვები ხა ისტორიას, რომელსაც ჩემთან არაფერი მეუქარავს. მოკლედ რაღაცა ამბავი იყო. ხა მიქაროს ვერ დავაბარო. მე გავრილოვის ხამის მერე ამ ერთ-ერთმა ტატუ არტისტმა, რომელიც საქართველოში რაღაც ხოს ქონდა გაუბაჯოს, ღმერთი ამჯერა ვახსენე, მაგრამ მივიწავ მეუთვალე. რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს, გააკეთა ესეთი აქცია, ანუ საერთოდ ტატუსთან არის კავშირი, მაგრამ რეალურად ტატუს არ უკავშირდება რა, ჩემ პირველ სამსხურს შევიწროებას თუ რაღაც ეგეც შეიმინგს უკავშირდება. გააკეთა აქცია გავრილოვის ხამის მერე ამ ერთ-ერთმა ტატუ არტისტმა, ადამიანებს ახატავდა საქართველოს რუკის კონტურს, ოკუპირებული ტერიტორიები ქონდა წითლად მონიშნული რა, უფასოდ. და ეს რო გავცედა ხამით მივარდა ჩემს წინა იმაში სამსახურში, რომელიც იყო ტევ პირველის ერთ-ერთი გადაცემა. მითხრეს რომ ესე თემაო და ხوار გაიკეთებდიო ტატუსო სიუჟეტისთვისო და დავთანხმდი. მეთქი რა ვიცი მე მართლა არ ვიხარ რომ მოგიდეს ტატუ არის და მითხრეს რომ აი ხელზე ვივარჯიშებ დავახატინებ არ მაინტერესებს და სხეული მას არ ეკუთვნის. მაგრამ არ მინდოდა ეს საქართველოს რუკის რომ ძალიან მეყურებინა. თან მე ჟურნალისტი ვარ და გავლილი მაქვს საგანი კონფლიქტების გაშუქება, სადაც ძალიან კარგმა და გამოცდილმა ჟურნალისტმა, ვიც ჩემი ლექტორი კომენტს მუშაობს კონფლიქტურ რეგიონებში, მითხრა რომ ჯობია სანეთ ყვედრო ჩავარდა გაშუქება რომ მოგიწიოს, რისი ალბათობა ჩემ შემთხვევაში ნაკლებია. არ უნდა იყოს სიმბოლიკა შენი ქვეყნის, თორემ მაგის გამო შეიძლება უფრო მეტი ტკივილი მოგვაყენონ, ვიდრე მოგვაყენებდნენ ისე. გავიკეთე რაკამ. აი კეჩოთით რა ვიზროს პირველი მაგას ხედავ ოღონდ და მან ყოველთვის რა მახსოვს ცი არც ეს სტატუსი არ ხედავ მაინტერესებს ხო ძალიან სულსაღებავით გამაკეთეს ხოლმე შორის ორ კვირაში აღარ მეტყობოდა და აღარ ემჩნევა ხო თითქმის აღარ მემჩნევა და ანუ როგორ უნდა გავიკეთო ახლა ტატუთან კამერას ველაპარაკები იმიტომ რომ სიუჟეტს ვიღებ და ხوار გავიხდი და მათშია ედვარდ ბაიკერა ბრეტელკა ხო მიხვდით არ ვიცი ქართულად ედვარდი მაიკე და მაქვს აწეული ბოლომდე რო უკან ჩაწიოს იმ გოგომ და დამახატოს და ვარდისფერია ეს მაისური და რომ მივდივარ ტელევიზიაში ავაწყე სიუჟეტი ძალიან დამახატინეს ტატუ მაიძულეს ნუ ახლა მეც დავთანხმდი ახლა ეს მცლად არ იყო და ორ დღეს შემოდის ჩემი ეს წინა უფროსი და ყდება სიცილი სიუჟეტი რო გავიდა და მე ვერ ხვდები რა აცინებს ამ სიუჟეტზე მე მეგონა სტენდაპზე იცინოდა იმიტომ რომ ერთი ორჯერ მქონდა სულ სტენდაპი ამ სტენდაპის კამერას ველაპარაკები ჟურნალისტს ჩაწერილი და თურმე იცინის იმაზე რომ მაცვე ვარდისფერი ბრეტელებიანი მაიკა და ვარ ძალიან გამხტარი და ამაზე ისე იცინის რომ მთელი ოთახი ყובה და 10 კაცი დამცინის რომ აი როგორ გამხტარი ბიჭი ვიყავი რაც კაცისთვის შეუფერებელი და ვარდისფერი მაიკით რამდენი ხანში წამოხვედი მაგ სამსახურიდან როგორც კი საშუალება მომეცა. ძალიან კარგი თემა. ეს თემა. ტატუებს დავუბრუნდებით სტუმართან. კი, სტუმარი ყავს ტატუ არტისტი და უნდა უყუროთ აუცილებლად. მაგიტომ ახსენეთ და თან მინდოდა ძალიან ამ ისტორიის გახსენება, იმიტომ რომ დამბლები. ზღირსი კი არის ახსენო ვინც არის. ქალბატონი. 11-დან 2 საათამდე გადახეთ და პირველს და შეიძლება მიხვდეთ. არ შეიძლება ვერ მიხვდეთ, არ იყოს ეთერში. ხო, თუშვებულებაში არ არის და სხვა რაკეთებს მის საქმეს. აი მე ლევანი, ესე არც აქანა მიგვიღონ, არც იქანა დაგვიტოვონ, ეგრე ვართ ჩვენ. AI-ის ტრადიციული რუბრიკა. ჯერეთი ახლა ჩემი აზრით უნდა მეხვეწონ, რომ სადმე დავუბრუნდე, საიდან წამოსულა ეს მე ყველგან და მე კიდე უკან მიმსვლელის. საიდან წამოსულოთ? მაქსიმ სხოიდა მაგათ. მე პიარიდან. ყველაფერი კი არ უნდა შეიმჩნეო. როგორც გვცვლის ქალაქი. როგორ გვცვლის ქალაქი ეს თემა მომცა. კიდე მეორე მეხსერების სუნები და გთხოვ არ გვიდა. რა სუნები? ან როგორ გვცვლის ქალაქი, ან როგორ მოქმედებს ქალაქში ცხოვრება ჩვენს ფსიქიკაზე, ურთიერთობებზე და შემოქმედებითობაზე. ოკეი. დაიწყებს დავიწყო. მე ძალიან მცვლის ქალაქი.
აყრილი სიტუაცია მეზისხება და ამ ქვეყანაში კი არა და ქალაქში ყველაფერი არის აყრილი, რაც ჩემს ნერვებზე მოქმედებს. და მე ფეხით სიარული რომ მიყვარს, ეს ქალაქი სრულიად მოუხერხებელი არის იმისთვის, რომ ფეხით ისე და ირო. ველობილიკებს აკეთებენ. ველობილიკე იმ დღეს დამაპრწყელა კინაღამ სკუტერმა. ანუ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ჩემთვის ტროტუარზე მივდიოდი და ეს ყველაფერი მაშინ მოხდა მათიც მესმის სკროლებისაც მესმის რომ რისთვისაც უნდა იყოს ადგილი არ არის და უწევთ რომ ტროტუარზე მიმოძრაონ მაგრამ მეც ცოტა ვარ იმიტომ რომ ზურგზე არ მაქვს თვალები და ვერ დაგინახავთ უკნიდან რომ მოდიხართ სკროლით და ამიტომ გთხოვთ რომ შვიდად და ნელა ვიაროთ და შევეცადოთ რომ გადავრჩეთ ამ ქალაქში ყველანი ცოცხლები და სახსავალმათები მე პირველი რაზეც მცვლის ოხოთ რა მგითხა აი გარის რომ აი ეს ქაოსი მოქმედებს ჩემს ნერვიულ სისტემაზე და მე თუ არ გავაკონტროლებ თავი შეიძლება აგრესიული გავხდე. შეიძლება რა ვხდები. მე მიყვარს ქაოსი და სიმშვიდეც. ანუ მე ვარ ძალიან უცნაური ადამიანი, მაგ თვალსაზრისით რომ ორივე მიყვარს. თუ ძალიან დიდხანს ვარ სიმშვიდეში მბეზრდება და თუ ძალიან ბევრი ქაოსია ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ნაკლებად მბეზრდება მაინც, იმიტომ რომ ეგეთ რეჟიმში ცხოვრობთ და პროფესიაც ეგეთია, ქალაქიც ეგეთია და მაინც მიჩვეული ვარ რა. აი დიდხანს სიწყნარეში ვარ, ეგ უფრო მაგიჟებს. ვიდრე ის რომ აი ზებრაზე შეიძლება ვიღაცამ გამიტაროს. ეგ უფრო ნორმალია, ხვდები უკვე ეგეთ ჯოჯოხეთში ცხოვრობთ. სოციალს კი იმიტომ აი მე მაგალითად ნიუ-იორკში ვიცხოვრობდი, აი ქაოსში ვიცხოვრობდი და ეგ არ დამღლიდა, მაგრამ ასევე ვიცხოვრობდი სადმე, პრაღაში ვიცხოვრობდი ეგ სიწყნარეში. თბილისმა შეცვალა, რა გასწავლა? კალას თბილისმა. თბილისს ვცვლი მე. აი მე მგონია რომ ხო და არ არის ეგრე რომ იცვლებოდა, ეგ იგივეა რომ ბავშვს რო შენზრდი და რო იზრდება ვერ ამჩნევ და სხვა რომ მოდის და უირამ ხელ გასდილა, ეგრეა ჩემთვის თბილისიც დილს გეფცები რომ ანუ ერთად ვითარდებით და ეგ რო იცვლება, ჩემთან ერთად იცვლება. არის უბნები და არის რა უბნები? ჩვენ სად მუშაობთ დელისზე? რო გადაიხედე იმ დღეს და კორპუსი რო დაინახე და ეს როდის ამოვიდა აქ რო იძახე, ეგ არ არის შეცვლა? ხო, მაგრამ ეგ არ მაშფოთებს, მე მაშფოთებს. არ მithქვამთ რომ გაშფოთებს თქო, უბრალოდ ეს რო იცვლება შენს ირგვლივ ყველაფერი და სიტუაცია, შენზეც წესით უნდა მოქმედებდეს. არა, არ მოქმედებს. რა უგრძნობი ბიჭია. მაწუხებს, ან რაღაცე მაწუხებს შინაარსობრივად ისტორიული შენობის ადგილზე ახალაშენებული საზღობელი კორპუსი და ასე შემდეგ, მაგრამ ის რო რაღაც ჩენდება და უცებ რო რაღაც დამხვდა აშენებული, ეს ჩემზე არ მოქმედებს, პირიქით საინტერესოა. თბილისი გვიწყობს სურპრიზებს, ერთხელ შეიძლება ჩაყლაპოს, ჩაგობეტოროს არ რაღაც დაგწეს თავზე, მაგრამ მე ძალიან მწყებებული რომ ეხლა რა ანუ შენების წინააღმდეგი რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ აი ეს უკონტროლო ძალიან რთული არის და თან მით უმეტეს ამდენი რამე რო შენდება და ხალხის ნაწილი რომ მაინც ქუჩაში ცხოვრობს თურმე, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის და ღირსები ყოფილან, აი ეს კიდე მამწარებს. ერთ კონტრავერსულ რაღაცას ვიტყვი, რომ ისე გააფუჭეს თბილისი, რომ უკვე რას ააშენებენ აზრი აღარ აქვს. აი რაღა უნდა გააფუჭონ რა. აბანო თუმაზეც კი დადგეს კორპუსები, იქ რა ქვია, ლეხთახევში და აი რაღაცა უნდა გააფუჭოთ მე თქვენ დედავატირე. თბილისში უკვე აღარაფერი აღარ ეშველება, აღარასდროს აღარ იქნება ლამაზი. თავში ყვა უხლიათ რაც უნდა გააშენონ და ეს იქნება ბეტონის ჯუნგლები და მაგას უნდა მივერჩიოს ჩემი ეს არ ნიშნავს რომ უნდა გავაპროტესტოთ, არ უნდა გავაშუქოთ, არ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ძალიანაც აღარ ვიტარდოთ, იმიტომ რომ გაფუჭდა და რაც გაფუჭდა ხანდახან იმის გაკეთება შეუძლებელი ვეღარ დაანგრევ ხო და წყალსაც წაუღია. გადავიდეთ სტუმარზე. გადავიდეთ მარიამზე. ჩვენ სტუმარია მარიამი, მოკლედ ესე გადაწყდა. მოკლედ მარიამ, აქ არის კითხვები. ოკეი. ჩვენ ვიტყვით რომ იმაზე მეტი კითხვა ვიდრე რეალურად არის და ვითომ რამდენიმე უნდა მოიყო, მაგრამ რეალურად ყველა უნდა მოიყო. კაი. როგორი ადამიანია ქსანდრა სანდრო? ანუ რაც ხო, ჩვენ სახელ დავწერთ სულ შენი ნიკნეიმით და ანუ შენი opposite side ვინ არის? აი როგორი ტიპაჟი რო აგვიხსნა. წონასწორებული მშვიდი, ცოტა ნაკლებს რომ ლაპარაკობდეს, ასევე მესიამოვნებოდა ჩემი ანტონიმი. შენ საუბრობ ბევრს? ძალიან ბევრს ლაპარაკობ. სახლში რომ მივდივარ, ხმას ვეღარ ამომაღებინე, ვიზუალი ისე მტკივა ხოლმე. ხო, უფრო ანუ მე უეჭველი ვიცი რომ მესიამოვნებოდა ჩემი ანტონიმი იყოს უფრო მშვიდი ადამიანი. ის ეხლა სადაც ხარ, მაგამდე მოსასვლელად, არ ვიცი მშვიდად ხარ თუ კომფორტულად ხარ, როგორც ხარ, აი რა პერიოდი დაგჭირდა და თუ იყო რაღაცები, რამაც აქამდე მოგიყვანა რაღაც კონკრეტული გარდამტეხი პერიოდები შენ ცხოვრებაში. ბევრი. ყველა წელს არის რაღაც მგონია. ის რამდენი წლის ხარ? 27-ის. ახლა სადაც ვარ, მშვიდად სიმშვიდე როგორც აღმოვაჩინე, არა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა, ანუ კომფორტულად არ ვარ, როცა მშვიდად ვარ. დასვენების დღეებშიც კი ვერ ვარ წყნარად. ანუ
რასაც ვუყურებ ადამიანი ან ხარ ეგეთი ან არ ხარ ეგეთი ან ძალიან თუ იწვალებ ხო შეგიძლია ალბათ რომ გამოიმუშაო მაგრამ არ ყოფილა ჩემი კომფორტული მდგომარეობა მშვიდად ყოფნა და უბრალოდ ძრავი მივიღე რომ იყავი რა როგორი ქაოტურიც ხარ შენ იყავი კარგად დავარიათ რა მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ რამე 1 და 2 არის ეგ მუდმივად იზრდება და ფორმირდება იდეაში ადამიანი და ყოველ შემდეგ წელს ვიცი რომ აი წინა წლის მარიამი არ ვიქნებოდი და ამაზე უკეთესი კი შენ მქონდა ვიდეო რომელიღაც რუსული კანონის აქციის დროს თავისუფლების მეტროსთან რაღაცა ინციდენტი თუ ცემატყებად ცემეს კაცო ბავშვები ლეზგინკა ხალხმა მაგათ ისე მეშინია ხალხო აი ლეზგინკას თუ რაღაც ჩეჩნურს ჯანდაბას რო ცეკვავენ, აი მაგათ რო ხედავ გზაზე გადავდივარ, დედას გეფიცები, საში ხალხია. კი, მე და ჩემი ორი მეგობარი ცემეს რას ქვია? არ მართლა გვცემს. არ ვაჭარბებ მაგას. ანუ სახეზე არ მოეწონე თუ რამე საუბარი იყო და მოყვა ამას. ესე მოხდა, რომ მე მაგ დღეს სამსახურიდან გავიდი აქციაზე. ხა ასე ვარ სამსახურში და ასე აქციაზე არ მივდივარ ხოლმე ბუნებრივია თუ გასვასოფირებს, ახლა გავდივარ რომ გამოვიცვალა, მაგრამ მაგ დღეს არ მქონდა დრო. და ვიცოდი რომ აი ძალიან ცოტა ხნით უნდა მივსულიყავი აქციაზე და მეთქი არა უშავს ჯანდაბას ერთი დღე ვიქნები ასე შტერივით წარმოდგენილი და თან ჩემი მეგობრები იყვნენ გზაში და სანამ ესენი მოვიდოდნენ მეთქი რამე ხომ არ დაგველია წყალი რამე რო ვიყიდოთ და ჩამოვიჩოჩეთ თავისუფლებისკენ მან ჩამოსასხალი ნაყინი რო ეს მიყვარს მაგრად და მეთქი ამ ნაყინს ავიღებ ამათაც იყიდე სამი გოგო ვართ მაშინ ზაფხული არის და გვიჩანს ეს და ყველა ტატუ და უბედურება და რაზეც ინთებიან როგორც წესი ხოლმე რომ რას გავხარ და ხო და ამ ნაყინს მე ვერ უკბეჭ ხოლმე და უბრალოდ შევიწიოთ მეთქი რომ უხერხული არ იყოს ეს და ყველა მისაც აი ტატუებიანი გოგოები ახლა და უბედურება ხო და ეს რომ შეიძლება რომ უბრალოდ ნაყინს ჯამაც არ შეგიძლია მშვიდად შენთვის გავხსნი მაგრამ ანუ მაგას მორგებული ვარ ხო მაგრამ ან დისკომფორტი რატო თუ მოერგო ნაყინის ჭამრო არ შეგიძლია მაგას ვერგები ეგეც ქვეყანაში რო ცხოვრობ უჭველად ვიცი რომ აი ძალიან სექსუალურ კონტექსტში რამე უნდა მომაწახო მე და ისე იმდენად ბევრჯერ მოუძახები თან არ ვარ მშვიდი ადამიანი რა რეაგირებ ისე რომ ვისურვებდი რომ რეაგირებდე მაგას და ხა მინდა არ მინდა ვიღაცა შტერთან ჩხუბი ხო და შევიწიე რომ ვჭამოთ ეს ნაყინი მშვიდად და წამოვიდეთ არავინ არ არის ამ ადგილას უიშვიათეს დღეა რომ იქ მართლა არავინ არ იყო და კიბერზე ჩავასხედით 5 წუთში აქედან შემოდის 50-60 კაცი იწყებენ ჩხუბს ესა მომიტინგეებს და ამ ლეზგინკას მოცეკვავებს შორის იმათ მოუწევს ეს ლეზგინკას მოცეკვავებს ვაწუხებთ ხო და ხო წავიდეთ თბილისიდან ჰა ამათ მოუწევს რაღაც გამორჩეული კონცერტობანა ქონდათ იქ მოწყობილი და ამ საშინელება კი და ამათ მოუწევს რომ ანუ რა გაცეკვებთ ხო ანუ აქციაზე ვდგავართ ხალხი და ხერხული არის მინიმუმ რომ აი მე რაღაცას სახე ჩამომტირის და შენ ხუთეთრს თხოვლობ ჩეჩრული რუსული ცეკვით ფაქტობრივად გამარჯობა ხო და მე ამათ გვერდზე გავიწიოთ და გამოიწვნენ და მაინც ეს გვერდზე იყო ადგილი სადაც მე ნაყინს ვჭამ და არა შენ მოყევი მარაქაში ხო და ანუ შემთხვევით მე ვერ ვიტან ადამიანების ჩხუბის ყურებას ანუ მე კონტროლად მივდივარ რომ ვუშველო და ხა მე ჩემი ფიზიკური მონაცემებით და 43 კილოგრამით 60 კაც ძალიან გავაშველება და მეთქი მე თუ ამათ ვერ გავაშალებ მინიმუმ ვიდეოს გადაღება ხო შემილია რომ დახოცონ ერთმანეთი და ეხა ისეც ვერ ვიკადრე რომ აი ჩუმად გადამეღო და რაღაცა სიმარეს და ვუღებ რა ნაყინით ხელში და ტელეფონით და ეს ვიდეო მაქვს რომ ასე 5 ბავშვი ამოდის ბიჭები ზურგით ხო ბავშვები არიან კი მოზარდები რა 15-16 არა სულწლოვნები ყველა 18 რაღაც აი მაგასაკებში ტრიალებენ არ ვიცი სუსტად და ვირწყავენ ესე წრეს გარშემო რა და ვიწყებენ რავი თავში წარწყვებს და მუხლი მომიქნია ერთმა სახეში აი ოდნავ ავწდი ამ მუხლს და ვიქნებოდი ჩასისხლიანებული მთლიანად და ეს გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთი ანუ შერჩევითი იყო ეს რომ აი რა გაცვია თუ როგორ გამოიყურებთ თუ შემთხვევით აი შემდეგ რა რაებიც გვაძახეს და გვიკეთეს და ხარ გავიმეორებ გასაგებსაც ხო ანუ მაგ ხალხის ტყუილ არ მეშინე ეს როგორც გამოიყურებიან ეგეც შინაგანი სამყარო აქვს და ძალიან ცუდები არიან და მე იქ TikTok-ზე არ მომიყოლია იმიტომ რომ ეს ვიდეოები უნდა გამომეჭიმა და მეორე ნაწილის ჩაწერა დამავიწყდა უბრალოდ დავაგვიანე და მე რაზე აღარ მქონდა
მაქედან მე პოლიციაში წავედი მე კრიმინალურში უნდა დამეწერა განცხადება იმიტომ რომ არასწორს ვერ უჩივლებ ხო და ამ განცხადების წერა გადავიფიქრე პროცესში იმიტომ რომ ეს რა ქვია გამომძიებელი ძალიან იყო დაკავებული იმით გამოეძიებინა მე რა ზოდიაქოსი ვარ რომელი არის ჩემი საყვარელი ფილმი რამდენი ტატუ მაქვს ჯამში რას საქმიანობ რამდენი წლის ვარ და ასე შემდეგ და აუ სხვა დამოკიდებულება საშინელი დამოკიდებულება და არაკვალიფიციურობა ამ სამართალდამწყობლებს მარტო გუგლების მიმართ არ აქვს მე ზაპატარ ისტორიას მოყვები წამოცა ჩემი და თაკო საერთო მეგობარს მოპარეს ერთ-ერთ უსაშინლეს კლუბში თუ ბარში ტელეფონი სადაც საერთოდ რატომ მივედით და რატო ვიყავით ეგეც არ ვიცი სამლარგი და ჭაჭა ნუ რამ შეიძლება და მოიპარეს ტელეფონი და მივყავართ პოლიციას და მათშია ძალიან მწვანე კურტუკი რა ფერისიც აქვს უბრალოდ ხო აი ამ ფერი დაახლოებით და შუქი რო ურტყავს საერთოდ ანათებს და აი მაგაზე მესმის უცნაური კომენტარები რა აი შენ კი მოგპარავდნენ ძმა შენ ერთ რო გოგუა კი მოიპარავდნენ მაგ ტელეფონს თუ რაღაცა სექსუალური შევიწროება ქართველი ქალის კარმული მისია ხო ეს მიხვდები ალბათ საიდანაც მოვიდა თუ ტრამული გამოცდილება არ ვისაუბროთ არა მაქვს მე პრობლემა მაგაში გამოცილი ქალი ცნობილი ვიდეოა რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ თინეიჯერს დაეხმარა მინიმუმ ჩემი დიდ დაწყებული ხარია თუ მასე გამოვიდა ხო ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია მასე დროს ხო ეს ვიდეო იყო იმ ბიჭს და ჯერ იმაზე ძალიან არიცინე გთხოვ ათობით ბავშვი რო წერდა მაგ ვიდეოს კომენტარებში რომ უი ჩემს ჩატშიც არის უი ჩემს ჩატშიც არის უი ჩემს ჩატშიც მე წავიკითხე ძალიან ბევრი კომენტარი ბიჭი დამოვწყდა ვინ არის სანდრო ქვია გვარი არ მახსოვს სანდროს და ერთი სანდროა რომ მახსოვს სანდრო მენაბდე არა ეგ არა ხო ყველა მაგას აბრალა ხო სანდრო მენაბდე გამახსენდა რომელზეც იცახი იმიტომ რომ იქაც თქვი რომ დავახასიათე ერგებოდა მაგ დახასიათებას რომ სანდრო მენაბდე ძალიან კი მიფიქრე აღარ შემრავით სანდრო მენამდე არა მოკლედ რომელიღაც სანდრო რომელსაც ბევრი ტატუები აქვს მაღალი ბიჭია და არის გამხდარი და გრძელი თმით კი ეგ ახლა კიდე გარეთაა ხო ანუ ეს სექსუალური შევიწროების ამბები კი გაგვიგია რომ დაიჭირეს ან რამე მსგავსი მე ერთი ვიდეო დაუდია თურმე ნახვა ვერ მოვასწარი და უი არა ვიცი ხო და მე ეგრევე წაშალდა გაუქმა აკაუნტი თავის მართლების ხო რაღაც ეგეთი ეს ძალიან აბრალები ყველა მაგას აბრალებს ყველაფერი არ დავივიწყებთ ხო და ეს ბიჭი ჩემს ჩატშიც იყო მაგრამ მე ხო პატარა გოგო აღარა ვარ და ჩემს ჩატში ასეთი თამამი არ ყოფილა როგორც სხვა გოგოების ჩატებში იყო და რომ ნახე თვალიდან სისხლი მომდიოდა იმნაირები ვნახე ხო სხვათა შორის ასე უმისამართო გენიტალიების სურათების გზავნა ხალხო როდესმე უნდა შეწყდეს ალბათ რავი იმიტომ რომ არსებობს ამის ონლაინ საშუალებები თუ გვინდა რამენაირად თუ არა და მოიტანს საუბარი და შემდეგ ოკ ასე უკითხავად მე მართლა არ ვიცი მაგას იმ ხელ შოკის გამოწვევა შეუძლია პატარა გოგოში რავი და მაგის გამოცდილება იყო იდეაში რაზეც მოვყავი მაგ ვიდეოში სანდროსთან მე დიდი გადაკვეთა არ მქონია იმიტომ რომ მალე მოვიდა მისამართოდ გაავრცელა თავის ნუნდები შენს ჩატში ჩემთან მაგ სანდროს არ ამ სანდრომ სხვა გოგოების პატარა გოგოების ჩატში მე მომწერა იქამდე ჩემმა მოსწავლემ რომ ჩემი დის მეგობარი არის 12-13 წლის გოგო და აი ესეთი შემთხვევა აქვს რა შემთხვევა მეთქი და გამომიგზავნა სკრინები ამ სანდროსთან მიმოწერის სადაც მე თვითონაც ვნახე ამის გენიტალიები ხო იმიტომ რომ უგზავნით 12-13 წლის ბავშვს და ეუბნება იქ რომ აუ რა კაია რომ აი ლოლიტა ხო გაქვს წაკითხული ვაიმე რომ აი რა კაია რომ თმა არ გაქვს და როგორი რბილი იქნები წარმომიდგენია და ახლა ვერც კი მოვყვები უბრალოდ საშინელება ვერ და უგზავნის მე ამ საჩუქარს გენიტალიის სურათის სახით ხო და დიავად მყოფია და მოგეთ ხო და ამის ხო ჩემს ჩატშიც იყო მართლა მაგრამ ჩემს ჩატში ქონდა ვედრება უბრალოდ რომ აი გთხოვ მიპასუხე გეხვეწა მიპასუხე მეტი არაფერი არ ყოფილა და კი მყავს დაბლოკილი ყველა აკაუნტიდან მაგრამ მაქვს ეგეთი გამოცდილება კაცო როცა მე ვიყავი პატარა ამა ჩემს ბავშვობაში ტატუებიანი ბიჭები არ იყვნენ ესეთი ტრენდულები ჩემს ბავშვობაში ფოტოგრაფი ბიჭები იყვნენ ძალიან გასაღებულები და ყველას ჩატში მოიძებნებოდა თითო ფოტოგრაფი მინიმუმ რომელიც გებრანჭება ოღონდ თან ერთი და იგივე დამახსოვრებს ფოტოებს გადაგიღე კი რა თქმა უნდა თამბლერის ესთეტიკით ოღონდ და თუ გამხდარი გოგო იყავი ხო საერთოდ
და თამბლერზე გამხდარი ფეხები სურათიც მეტი არაფერი არ იყო. ხო და ჩემსაშიც მოიძებნებოდნენ რავი რამდენიმე, მაგრამ ერთი მახსოვს გამორჩეულად, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვარ 14-ის ვიქნები მაქსიმუმ. და რა ერქვა არც კი მახსოვს თუ რა ვიტყოდი აქ. მაგრამ ხო ეს არის ბევრად დიდი ჩემზე 30 წლამდე რა. და ეს მაძლევს ზუსტად სანდოობას რამდენად უფროსი არის, რომ აი რა უნდა ახლა ჩემგან რა ენდომება. და ხო და მეორე ის რომ აკაუნტი რო გადადიხარ ძალიან ცალსახად შეყვარებული ყავს რა ყველა მეორე სურათი თავის შეყვარებულთან ერთად აქვს და ორმაგი სანდოობა მაქვს რომ აი ეს დიდია კაცია ჩემთვის ახლა მაგ დროს ეგ და ნუ კაცია ისედაც მე ქალი ვარ აცი ხო და თან ყავს ვიღაც და ორმაგად არაფერი არ ენდომება ჩემგან ეტყობა მართლა როგორც აი მოდელად დამინახა თუ რა დებილობა რავი და ყველა გოგო პატარა გოგოს უნდა ცოტა ხანი მაინც ხო და მე ლაპარაკებოდა რა რადგან მე გურიაში ვარ მაგ დროს ეს თბილისში არის უნდა რომ მეუბნება რომ უნდა რომ გამიცნოს იქამდე და ვიმეგობროთ სანამ გადავიღებთ რამეს რომ მე ამ გადაღების დროს არ ვიყო შებოჭილი და ძალიან ჭკვიანი ტიპია ოღონდ რა ის დავარცხნილი ზედმეტი ერთი სიტყვა არ წერია ამ ტექსტში რომ რაღაც ორაზროვნად იფიქრო შეშინდე ან რაღაც ეგეთი ძალიან მშვიდად წყნარად გაწონასწორებულად მიდის ეს დიალოგი და მე მიხარია მეტიც რომ ვიღაც უფროსი ტიპი არის ვისაც ვითომ მეგობრობ თუ რაღაც უფროსული ლაპარაკი გაქვს აი თავი უფრო დიდი მგონია და ჭკვიანი შენი უფროსი წარმატებული ფოტოგრაფი მეგობარი გამარჯობა და ჩემი შვილი მარიამ და ეხლა და ერთხელაც რავი ჩატში გადავიდა იმ ფაზაში რომ აი რაღაც ინტიმურ შეკითხვებს მისვამს და არაფერი გამოცდილება არ მაქვს რაღაც სიტყვების მნიშვნელობებს გუგლავ და ვარ აი ამ დილემის წინაშე რომ აი რომელი მირჩევნია ვიყო აი თავისუფალი გოგოს როლში ვიჯდე ხა ისევ თუ ვიგოიმო და ვუთხარ რომ აი შენი საქმე არ არის და თავი დამანებეთ რაღაც აი ხა ავირჩიე რომ გოიმობას ყველაფერი ჯობია მარიამო და დაგუგლე და უპასუხე და ეგ არქნათ ეგ იყო მაგ ვიდეოს შინაარსიც არავით არ მნიშვნელობა რა ქვინ ჩათვლის როგოიმი ხარ რომელ ასაკში და ხო არავის საჩვენებლად როგორი არ ხართ თავისუფლები არ იყოთ მოჩვენებითად ვუპასუხე რამდენიც შემეძ რამდენიც გაბუქაჩე იდეაში ხო შეხვედრამდე და ფიზიკურ შეხებამდე არ მისულა არა აქ რაღაც ერთნაირი მესიჯები არის ხოლმე რომ ანუ შენ რო არიცი როგორ უპასუხო გოგოს პერსპექტივიდან საუბრობთ ან მithumetes თუ პატარაა და ასე შემდეგ რომ რამეს თუ შეამჩნევ და ამაზე რაღაც რეაქცია გექნება რომ ესე რატო საუბრობთ ანუ შენ მოგეჩვენა პატარა ხარ ვერ გაიგე და რაღაც წაგონდ მაგას ასაკს მე მგონი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე მაგას უფროსებსაც ეუბნებიან რომ იუმორს ვერ ხვდები და რაღაც დაკეთ გადმოდიან გამცირება იწყება მაქედან რა და პატარა გოგოს თავში რა მე ყოველ შემთხვევაში ჩემს თავში ასე იყო რომ აი ოღონდ არ გეფიქრა რომ აი ცუდი ტიპი ვარ და გოიმი ვარ და რაღაცას ვერ მივხვდი მაგრამ მე მომწონს რომ თავისუფალი გოგო ვარ და რატომღაც სადღაც ვიღაცამ ტოლობა დასვა შეცდომით ძალიან თავისუფლებას და მაგას შორის საერთოდ არ ნიშნავს თავისუფლება იმას, რომ რაზეც არ გინდა იმაზე პასუხი უნდა გასცე. კომფორტულად თუ არ გძნობ თავს, იქიდან უნდა წახვიდე და განსაკუთრებით თუ ხარ მაგასაკში, როცა არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. კი, და თან რაღაცა გარდამტეხია და არ ვიცი მაგ დროს ხომ ხშირად მშობლებზე გადადის ხოლმე, მაგრამ აი მშობლებმა რა უნდა გაკეთონ მაგ დროს? შეიძლება დაეძახიან ბავშვები მშობლებთან მაგ. ხო, აი არც არაფერი მithქვამს საერთოდ. თავის ბრალეულობას ხედავენ და ხო, და ცხენიათ. მე დავიმსახურე მეგონა ეგ, ანუ რომ ეგრე მოხდა. დავიმსახურე მეგონა, იმიტომ რომ რავი, აი შტერი თუ არ იყავი, მეთქი მარიამ, აი ხო ხო და ხო სისულელე არის, არ უნდა ხდებოდეს ეგრე არც ერთ ვარიანტში და ხო მე საჩუქრად მივიღე ესეთი სურათი კი. კარგი შენი ამბავი მაინც ისე დამთავრდა რომ გამოცდილებაში ჩაეწერა და კი მაგდანი მე განგრძობითად გაქვს ამ ქვეყანაში ოღონდ რა ანუ ეს რო რაღაც ერთი ცალი ეგ მახსოვს იმიტომ რომ რავი პირველი იყო და ხა შოკის მომენტად მახსოვს რომ ეგ ხო სულ ხდება რავი უბრალოდ მე იმუნიტეტი გაქვს ამასთან რავი ცხოვრებას აგრძელებ ხო ეჩვევი და გადარჩენის ინსტინქტია რომ უნდა შეეჩვეთო რა გადარჩები თუ არა მაგი ხო
როგორ აღმოჩნდი ტატუების სამყაროში. დაუბრუნდით თავარ თემას. შენი აზრით ტატუ ზოგადად ხელობაა თუ ხელოვნება? აი შენ გააჩნია როგორ აღიქვამ რა. ჩემს 21 ტატუს თუ შემოხედა ვაშკარად ხელობაა, რომელიც არ გამოვიდა. ხო, გააჩნია უეჭველად რომელი კუთხით გირჩევნია შენ რომ ეს საქმე აკეთო. დედამ გამკეთაო პირველი ტატუებიო, რომელი იყო თუ 16 როცა 16 წლის გავხდი ოქროს დაბადების დღე მქონდა და მეთქი დედიკო ტატუ მინდა მეთქი დავაწერინითა შუათიძე. რითი დაგაწერა? აპარატით, ოდესღაც ხატავდნენ, მაშინ ისეთი პირობები არ იყო ახლა გვაქვს და როგორც გამოსდიოდა ისე გავიკეთე. ხო. ძალიან მიყვარს არც კი ბეხები საერთოდ როგორიც არის, ეგრე მირჩევნია რომ იყოს, ეს იყო. Why not დავაწერინე ყურის უკან, რომელიც შემდეგში ყველა შტერმა ბიჭმა ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა ცხოვრებაში. ტატუნა დედამ იყიყვანა, ანუ ეს გამოდის? ყოველ შემთხვევაში არა. ტატუებს უმინდოდა რომ მქონდა მე საერთოდ როკსტარობა მინდოდა ბავშვობაში. მაგრამ მართლა ეგეთ წარმომედგინა რომ გავიცდებოდი უნდა ყოფილიყავი მოხატული, მაგრამ რაღაც არ მომხდარა რომ აი ამ დღიდან გადავწყვიტე რომ ტატუები უნდა დავიხატო. მე ეგ რაღაც პატარა love story იყო იქ და იმ love story-ში მოვიხატე. ოკეი. და შენ თვითონ როდის დაიწყე ხატვა? აი რომ დავამთავრე ეს love story მე. ანუ love story-მა გადატეხა შენ. აბრაზებული ვიყავი. ჩემი მამოძრავებელი ემოცია არის ბრაზი. სერიოზული პრობლემა მაქვს მართლა ბრაზთან. და საერთოდ მიზეზი არ მჭირდება იმის რომ გაბრაზებული ვიყო. მე შემიძლია გავიღვიძო და ვიყო გაბრაზებული, იმიტომ რომ სამყარო ისევ გადაწყვიტა რომ გათენებულიყო და არავინ მითხრას რომ მზე რომ ამოდის უნდა მიხაროთ. ხო და მე ხალხის მეშინია, ეგ როგორ გოუჩები რომ აი ყოველ დილას შეიგები და გაუშვი კოსმოსში სხვანაირი ენერგიები. კამერები არიან ღმერთო ჩემო, გეხვეწები რა ხასიათზეც ვიღუძებ, ეს დღე გამატანი და იმ ხასიათზე. ახ კიდე მაღაზიაზე მაწვალა რომ მზემ გამახაროს ცხოვრებაში. მიხარია ისედაც ხანდახან. ხო და ხო არა მართლა მნიშვნელოვანი პრობლემები მაქვს ბრაზის სინამდვილეში, მაგრამ რაღაც ეტაპზე ხო ხვდები ადამიანი რომ ეს პრობლემა არის ახლა და არსად არ მიდის ოღონდ. ის რომ რაღაც პრობლემა მაქვს და უი მომაგვარე და აღარ მაქვს, როცა მენტალური არის ეგ პრობლემა, ეგრე არ მუშაობს რა. მუდმივად ეწვალები იმას რომ ეგ აკონტროლო და მართლა ძალიან დიდი ყოფილა ეგ ჩემი. მაგრამ კარგად დაგამოძრავა. ხო, მიჭირავს სულ საკუთარი თავი. რავი, თოკივით მყავს ესე მობმული და ვაკონტროლებ. ეს ძალიან დიდი ემოცია არის. და სადღაც უნდა წავიდეს თუ არ გინდა რომ შეგჭამოს და გადმოვა მისამართე უბრალოდ რომ მუდმივად რაღაც მინდა ვაკეთო. ამიტომაც ანუ ადამიანებს ტანჯავ იმით ნემსით აპარატით და ამაში იცლები ენერგიას. ყველაფერში რასაც ვაკეთებ. მაგიტომაც ვერ ვიმუშავებდი ვერასოდეს ოფისში და რუტინულ საქმეში, იმიტომ რომ იმდენად დიდი ემოცია მაქვს შეგნით, რომელსაც მუდმივად როგორღაც უნდა ვაკონტროლებდე, რომ ფიზიკურად აი ქაოსში უნდა ვარსებობდეს სადღაც, რომ სადღაც მიდიოდეს ეს. როგორი ტატუების ხატვა გიჩვენა, პატარები რო არის, დიდები, თუ ფერადები, შავთი რაღაც ეგეთი. მე მიყვარს საიბერპანკი ზოგადად. ძალიან მომწონს ეს ესთეტიკა და მგონია რომ 21 საუკუნეში ძალიან უხდება ასევე, იმიტომ რომ რაღაცნაირად რობოტების ერასაც მოვესწარით და ხო იქნება ეგ ამის ნაწილი უეჭველად და დაამახსოვრდებათ ეს რომ როგორც ეგეთით რომ უეჭველად. მაგიტომ ჩემი საყვარელი მიმართულება ესე სახატავად განსაკუთრებით არის ეგ საიბერპანკი. რობოტული ბიომექანიკური ორგანიზმები მიყვარს იგი შემდეგ. მე სამწუხაროდ უკვე ძალიან მოხატული ვიყავი, როცა ეს აღმოვაჩინე. თორე ეგეთი ვიქნებოდი თავიდან ბოლომდე. რობოტების ხატვა მიყვარს. ვაუ. ეგ ალბათ უფრო რთული და ბევრი დეტალით არის. უფრო დეტალიზებული არის უეჭველი კი. მაგრამ მე მეხალისება ბევრად, აი ერთი ხაზი არ გამავლევინო და თუ გინდა თელ ფეხზე დაგახატავ რაღაც არანორმალურ ანუ მასიური ტატუების კეთება გირჩევთ. ბევრად. და რამე ისტორია თუ არის ისეთი, რაც გახსენდება აი ყველაზე უცნაური რამე მომხმარებელთან დაკავშირებული. უცნაური არის, მე ჩემი ფეილები მიყვარს მაგრად. ერთხელ ერთი გოგოს ისტორია მიყვარს, იგი შემდეგ არც ისე დიდი ხანი იყო, მაშინ რომ ხატავდი და მაგ დასაწყისში ადამიანები, რომლებიც მარჩევდნენ ხოლმე როგორც ტატუ არტისტი, ძირითადად მარჩევდნენ იმ მიზეზით, რომ აი ეს ვიღაცა ვარ TikTok-იდან. ხო და ამ გოგოს ვინც მყავდა მაშინ რაღაც კონკრეტული სკეჩი მთხოვა ეს გამიკეთეო, გავუკეთე, არის ძალიან სწორი ხაზები გასაკეთებელი, რაღაც ყვავილია, ნაზი რაღაცა შტერობა ტატუ არის. ხო და
ეს უნდა დავახატო მუცელზე. მუცელი არის ძალიან უცნაური ადგილი სამუშაოდ, იმიტომ რომ თრთის მუდმივად, იმიტომ რომ ადამიანს თუნდაც ვერ აუკრძალავდა ერთად ტყივა. და ტკივილიც ძალიან უცნაური აქ. ანუ რადგან ძალიან რბილია, აი ამ ვიბრაციას რომელსაც ნუ განიცდი უეჭველი ნემსი მოძრაობის დროს, არა მარტო იმ ადგილას გრძნობს, სადაც ნემსი გეხება, გრძნობ მთლიანად გაყოლებაზე მუცელში. ხო და მეც მაქვს დიდი დატუ მაქვს მუცელზე და საგიჟეთი იყო ისე მეტკინა გადავირიე, მაგრამ ამ შესავალს აუცილებლად გიკეთებ. რომ ეხლა გეტკინება მართლა და ერთ-ერთი გამორჩეულად მტკივნეული ადგილი არის. ისე უცნაური არის ხორცი რომ მეტი თუ ცხიმი მეკონა რომ ნაკლებად იქნებოდა. უეჭველად გაჩა ადგილს რა. რაღაც ადგილებში არის ეგ ლოგიკა, კი, მაგრამ აი მუცელი, გლუნკერდი, ნეკნები აი ყველა ძალიან გიჟივით მწარე ადგილები არის ხო და თუღალს რაც ეხება განსაკუთრებით ხო ნეკნი არის საშინელება ხალხო ვაიმე და გაგაწყვეტილა ეს მეინტერესებს ის გოგო მერე ხო და ხო ეს ამ ხელა შესავალი გაგუკეთე იმასაც რომ გეტკინება უეჭველად მაგრამ ეს ხატვის პროცესი ტატუების არის ორმხრივი სამუშაო შენ უნდა მოითმინო ზუსტად და ისე იხარჯები როგორც იხარჯები მართლა და მე უნდა ვიმუშაო ანუ შენ თუ ხელს არ შემიწყობ, მე კარგად ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ. და კიო, გააზრებული მაქვს, ეკო, მენჯთანაც რაღაც მახატეაო და რომ დავიწყეთ იმ წამიდან, რა თქმა უნდა, კი ვისაუბროთ და ტირის და ყველაფერი სჭირს. მაგრამ ამ ფაქტის დაიგნორება შემილია, იმიტომ რომ ნუ ტკივა ადამიანს რაღაც შვიდჯერ შევისვენეთ, ალბათ. 9 საათის საქმე იყო გასაკეთებელი მეგობრებო და ერთი შვიდჯერ მართლა შევისვენეთ, იმიტომ რომ უბრალოდ ისტერიულად კანკალებდა და არც ერთი ხაზი სწორი არ გამოდიოდა და ისტერიკა მემართებოდა მე თვითონ, იმიტომ რომ ვერ ვაკეთებ ამას. და რაღაც მომენტში გავბრაზდი, რომ ანუ ახლა ან უნდა გაჩერდე მეგობა, რომ ან უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ რაღაც საშინელებას დაგახატავ და არ გვაწყობს არც ერთს რომ ეს მოხდეს, იმიტომ რომ მუცელზე გაქვს და ან ძალიან ლამაზი ადგილი არის მუცელი იმის, რომ გამაფუჭებინოთ, არ მინდა რომ გაკიფუჭო და გთხოვ. კიო, შევასვენე ისე. მოვედი მეთქი, აი ახლა ვიწყებ და აბა შენიც მეთქი ძალიან ცოტა ხნის საქმე. კაი. ამ დროს ადამიანი გიწევს. ხელი გიდევს მაგის აი ამ ადგილას ფეხზე რა. როგორც კი შევეხე, ისტერიულად ის წელზე ვიცდილობდა რომ ეკონტროლებინა თავისთავად და წელს ქვევით დაავიწყდა რომ არსებობს. ფეხი აიქნია და მუხლი მომარტყა იდაყში რომ და ამაში მიჭრავს აპარატი და ესე უზარმაზარი ხაზი გავავლე მუცელზე. ვაიმე ფურცელზე რა გექცდება ხელი გია. და ეს ხო გავიაზე რომ მოხდა დავაპაუზე აპარატი და დავდე გავედი გარეთ დავიწყე ტირილი მეთქე ხა რა უნდა გარიყო შენი ბრალი ხო მაგრამ ძალიან ცუდი იყო და მე შემოვედი და იმას ცალკე ის ცალკე ტიროდა მე ცალკე ტიროდი და მე რაღაც დავახატე ზედ დიდი რომ ეს გადაგვეფარა მაგის მე აბავ კლიენტებს აი არა მაგრამ თუ ასე უნდა მოიქცეს ეგრევე ვეუბნები რომ აზრი არ აქვს რა ან მაშინ გავაყურჩოთ ეს სტატუი ის გოკმა ყოფილი დარჩა იმ გავლებული ხაზის შემდეგ მიღებული შედეგით ხო ახლა მაგას მოვერგებოდი რა თქმა უნდა ანუ დამახინჯება არ მინდოდა მაგ ადამიანის საერთოდ ხო და ხო მე ხოწებოდა გთხოვ არ მოყვი ჩემზე მაგრამ იქიდან იმდენი წელი არის გასული აწ მაპატიებს იმედი უყურებ ამ პოდკასტს და შენზე ვლაპარაკობ რო იცოდე ფილმები თუ სერიალები იმდენად ან ანიმეები ხო არა ანიმეების ნახვა ახლა დავიწყე იმიტომ რომ ფილმები და სერიალები მგონია რომ ამოვწურე ორივე ოღონდ მართლა სიგიჟემდე მიყვარს კინემატოგრაფია ყველაფერი მიყვარს კინემატოგრაფიაში ვერ გამოვარჩევდი ოდესღაც აუცილებლად ხაზგასმით გეტყოდი რომ ფილმები იმიტომ რომ ასეთი კარგი სერიალები არ გქონდა მაგრამ რადგან ახლა სამყარო რადგან ასწრაფდა გაჩნდა სერიალების აუცილებლობა. თან ახლა კარგი სერიალებია და რომელიც უფრო დიდხანს აგრძელებს სიამოვნებას და მე ამიტომ მარტივად ვირჩევა ახლა დღევანდელ დღეს. არ ვიცი მე რომელი მირჩევნია მართლა. ეს ბოლოს რაც ნახე აბა თუ გაიხსენებ ხე ერთი და საუკეთესო საქართველოს ამდენი წლის განმავლობაში, მაგრამ ბოლოს რაც ესეთი იყო შტამბეჭდავი. მე არქეინის მერე შოკიდან არ გამოვსვლარ მიუხედავად იმისა რომ ნახე ალბათ ნახევარი წელია ლოლს არა იმიტომ რომ კომპიუტერთან ვერ ვთამაშობ ტელეფონში არ ვარგა მობაილ ლეჯენდი ვარგა ხო და მობაილ ლეჯენდი მაგ ტელეფონში და მამატე აუცილებლად მე კარგად ვთამაშობ
მე ძალიან ტოქსიკური ურთიერთობა მაქვს Mobile Legends-თან. ან რაღაც რამდენიმე თვე მიყოლებით ვითამაშებ, მე ვიწყებ იმას დაკვირვებას, რომ ლეველებზე უნდა ავიდე და აი მან ვეღარ ვიტან მაგ თამაშს. მე ძალიან აზარტული ვარ და მე ვშლი. მე თავი დავიწერე. 5 წელია. სერიალებზე ლაპარაკობდი და მე ჩემთან წაგიყვანე ჩემს თემას. ხო, ეს არც ფილმია და არც სერიალი. ხო. მაგრამ ანიმაცია. და მაკედან, ანუ მაგის მე ძალიან ბევრი რამე ვნახე იდეაში, მაგრამ მაგ ხელაზე შთაბეჭდილების ქვეშ არაფერში შევსულა. არქეინი არის შედევრი. მე არ მგონია რომ მაგაზე უკეთესი ანიმაცია საერთოდ არსებობს. მართლა, მე არ მინახავს, უნდა გავითვალისწინო. რამხელა ჯინქსი მახატია იცი უკან ფეხზე. ჯინქსი გიჟდები ისე მომწონს. იცი რამხელა მახატია უზარმაზარი. მართლა? რა ჩეკეთ მართლა? ხო, ეგ. ამიტომ არ ვიცი რომელი, მაგრამ ხო. მე შემდეგი ამოვიღო. კი. ანუ მე გიждები მაგ ემოციაზე რაღაცას რო ვუყურებ, ან სერიალი, ან ფილმი, ან წაკითხვა ნებისმიერი, რაც რაღაც დიდ შთაბეჭდილებას რო ტოვებს და მე ორი კვირა რო კარგად ხარ მარტო მაგის გამო. დღე ხალხა მაგის და რო გახსენდება და მე რო კარგად ხარ. მე რამე რომ ეს იგიჟემდე მომეწონება ხოლმე. იმაზე იმის ყველა საუნდტრეკის ეპირად ვიცი მე. პლაკატების გაკვრას ვიწყებ თინეიჯერი გოგოსავით ისევ. ან მართლა სტუდიაში ორი ჯინქსი მყავს ჩამოკიდებული. ლოლს არ თამაშობთ ან ჯინქსი ისე გასება. მაგრამ სასაცილო ისა რომ იქ ხო ლაილა არის მაგის კოპი. ლაილა ძალიან გოიმკა. ხო და კი უეჭველი, მაგრამ იქ ჩემი მეინი ლაილა არის. მართლა მე ჰანაბი და ის რა ქვია. ძალიან გიჟიქალი არის ჰანა. ახალი გოგო რა რა ქვია X-ია. ხო, გიჟები არიან ორივე. ბევრად უკეთესი მარქსვანია ის ჰანაბი რო რამე, მაგრამ ეხლა კი, მაგრამ შენ თუ თამაშობდი ადრე, გეცოება რომ საშინელება იყო, მაგრამ მე მაინც ავამეინებდი, იმიტომ რომ მე ვასებოდა პერსონაჟი. და მე ლაილა მიყვარს. მეც მომწონს კარგად ვთამაშობ ლაილათი, მაგრამ ცოტა ნელია. ხო, ნელი არის. ამდენი ხანი უნდება სამაჩქარდება ჭკუი დამშლეს. მაგრამ რავი, ანუ ეგ გოგოები მომწონს, ეგ ტაიპი. მე პერსონაჟი თუ არ მომწონს ვიზუალურად, იმას ვერ დავამეინებ, შანსი არ ტანკი ვერაზროს ვერ ვიქნები. არა, ვერც მაგრამ აი ლაილა არ მომწონს. ხო და მე მომწონს, მაგრამ ალბათ ლურჯი თვით მომწონდა იქაც. ხო, აუ საშენ ლურჯი, ანუ ის ჯინქსის მე არ უნდა მოგწონდეს. ხო და ჯინქსი სულ არ ვიცოდი მაშინ რა იყო. შენ იქიდან დაიწყე და მე პირიქით. მაგრამ კომპიუტერში მეც არ მომწონს თამაში ვერ მოგატყუა. ხო და მაგიტომ ჩემი აზრით მაგიტომ რომ Mobile Legends-ი ვიცი და არ ვიცოდი იქამდე რომ LoL-ი არსებობს, იმიტომ რომ კომპიუტერთან არ მითამაშია, ბავშვი ვიყავ იმის მერე. ოკეი. და ისიც ვითამაშე ჯეტია ბოლოს. აუ ჯეტიაზე ვგიშდები. ჯეტის ბოზები არიან ჩემი ფავორიტი. აი Roman Empire არის ჩემი ერთ-ერთი ჯეტის ბოზების სიარული, ამ როგორ დადია. მე 1-2 წლის წინ კიდე ვითამაშე, აი PlayStation-ი იყიდეს ჩემებას. ხო, და დავხურეთ რაღაც ხამე იმე ბიჭღავლე არანორმალურად ისეთი კაი დახურა ქონდა. დახურე? მე არ ჩემ ადამიანს იგი ხურება? არ მე მარტო ის მახსოვს რომ მანქანა დავდივდი ხალხს გავიტანდი ხოლმე და მაგრამ ეხლა რომ დამსო კიდევ ვითამაშე. პროსტიტუტ ქალებს რო ისო მანქანაში და შემაღლებულზე რომ უნდა შეაყენო. ამდენი არ ვიცი. რასაკეთებს ვიცი? ანუ ახლა წინდა რომ მოატიალებ კაცს არაფერი ხდება, მაგრამ უკუნდა რომ გითქოს, ანუ ასეთ მოძრაობას აკეთებ. Oh no! My Sheila. უიმე. ძალიან საინტერესო იყო შენთან დიალოგი. მადლობა. და იმედი მაქვს რომ დისკომფორტი არ გწენ ჩვენთვის. არა, რას ლაპარაკობ. პირიქით, თქვენ ხართ კომფორტულები. მადლობა რომ პოლიტიკაზე არ მალაპარაკეთ. და მე ისე პოლიტიკაზე რას ფიქრობ? პოლიტიკოსი არ მინდა რომ ვიყო ერთადერთი რაც ვერ ვიქნებ პოლიტიკოსი. მაგრამ რაღაცებს ფიქრობს მომისმენია. პოლიტიკაზე ზოგადად ვფიქრობ რომ რა ვიცი, ანუ აი მე ძალიან მიყვარს არ დაგეთ სტერეოტიპულ რამებს რომ გავამეორებ ხოლმე, მაგრამ მე მართლა მჯერა რომ ამაგნაირი ბინძური საქმე არ ვიცი რა. აი მართლა არ ვიცი ეგეთი მე მაქვს უდიდესი გარღვევა ჩემს თავთან და უდიდესი პროტესტი, იმიტომ რომ მე პოლიტიკას ვუდგები ხოლმე ჩემი გულით და ემოციური მდგომარეობით და ძალიან გვიან ვიაზრებ ხოლმე ყოველ ჯერზე როცა რაღაც თემა ძალიან სენსიტიურად მომხვდება, რომ ამას მე რომ ჩემი გულით ვუყურებ, იქ უკან პოლიტიკა არის. ამიტომ ვარ უჩლუნგესი ამაში. მე უეჭველად ვიცი რომ ადამიანები ვიმსახურებთ აი მინიმუმ რამეებს რომ მქონდეს დაკმაყოფილებული ცხოვრებაში და აქ ახლა არც სიტყვის თავისუფლებაზე ვლაპარაკობ, არც ზოგადად თავისუფლებაზე ვლაპარაკობ, არც ასეთ მაღალ მატერიებზე. მინიმუმ იმას საჭიროებთ, რომ ცხოვრების ერთნაირი პირობები მაინც გქონდეს. თანასწორობაზე ვლაპარაკობ. ხო.
რეგიონებში ხო ყოფილ ხარ რეგიონებში გთხოვ. როგორ არა? და იქ სადაც ჩვენი ქვეყნის უდიდეს მოსახლეობას შია მე პოლიტიკაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. თქვენ სინდისზე იყოს მეგობრებო, უბრალოდ როდესმე ხომ დამთავრდება ამათი მზეც ხომ ჩაესვენება და აი მე რა შვები, აი ცხოვრებაში რა შვები, ადამიანი ხო ხარ ეგ პოლიტიკოსი. ჩემი თავარი კითხვა არის ეგ, ისევ ძალიან დებილურად ადამიანურად დამაკ ყველა ეგ შეკითხვა და მაღიზიანებს ძალიან ჩემი თავი მაგაში ხოლმე, იმიტომ რომ აი ვერ წარმომიდგენია ვცდილობ საკუთარი თავი ჩავაყენო მაგის ადგილას და ვერ წარმომიდგენია რა გონებით და გულით უნდა ვიღებდე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელი გადაწყვეტილებების მიღმაც ასობით და ათასობით ადამიანი უნდა იტანჯებოდეს. ავი არც არაფერს არ ვფიქრობ პოლიტიკაზე, უბრალოდ საშინელება არის, რაც საქართველოში ხდება. და პოლიტიკაზე მაინც გალაპარაკეთ. ხო, აი შეგაგვახსენეთ არა. ხო, არა, მე შიშობდი რომ მეთქი აი ასე ჩაცმოს ნუ მალაპარაკებენ რა. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. ხალხ გამოგვიწერეთ. სამშობლო